სამკუთხედის მედიანა, ბისექტრისა და სიმაღლე. ვისაუბროთ სამკუთხედის მედიანის შესახებ. მედიანა ეს არის მონაკვეთი, რომელიც სამკუთხედის რომელიმე წვეროს აერთებს ამ წვეროს მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილთან. ან როგორც თქვენ ეკრანზე ხედავთ, აქ პირველ სურათზე გამოსახულია სამკუთხედი. ავიჩიოთ ერთ-ერთი წვერო, წვერო A და ამ წვეროს მოპირდაპირე გვერდი CB, მოვნიშნოთ მასზე შუა წერტილი, ეს იყოს K. A წვეროს შევაერთოთ K წერტილთან. ანუ ამ ჩვენ AK მონაკვეთით CB გვერდი გაიყოს შუაზე, AK არის მედიანა. ჩვენი განმარტების თანახმად. სამკუთხედში სულ შეგვიძლია გავავლოთ 3 მედიანა და არსებობს ასეთი თვისება, რომ თურმე ეს მედიანები იკვეთებიან ერთ წერტილში. გავატაროთ მოდით ეს მედიანები. მოვნიშნოთ მათი დანაკვეთის წერტილი. აი ეს არის დანაკვეთის წერტილი. ავნიშნოთ ის O100. ეს წერტილი. თურმე ამ გადაკვეთის წერტილით მედიანები იყოფიან შეფარდებით 2-1-დან წვეროს მხრიდან. რას ნიშნავს ეს? ანუ დავწეროთ შეფარდება ასეთი. AO შეფარდებული OK-სთან. ანუ შეფარდებას ვიწყებთ იმ მონაკვეთით, რომელიც არის წვეროსთან ახლოს. ანუ AO რახან წვეროსთან არის, ეს ახლოს ვიწყებთ შეფარდებას აქედან. ეს ნიშნავს შეფარდებით 2-1-დან წვეროს მხრიდან. ანუ ეს შეფარდება უდრის 2-ის შეფარდება 1-თან. როდესაც ვიცით მთლიანი მედიანის სიგრძე, ამ თვისების თანახმად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ AO და OK. ვთქვათ, AK მედიანის სიგრძე არის 9 სანტიმეტრი. მაშინ როგორ ვიპოვოთ თითოეული ეს მონაკვეთი? თუ OK ვთქვათ, OK მონაკვეთის სიგრძეა რაღაცა X უცნობი. მაშინ ამ თვისების თანახმად, აი ამ შეფარდების თვისების თანახმად, მე შემიძლია დავწერო, რომ AO იქნება 2x-ის ტოლი და მთლიანად AK იქნება 3x-ის ტოლი, რომელიც უდრის 9 სანტიმეტრს. აქედან x არის 9 გაყოფილი 3-ზე, ანუ 3, ესე იგი AO მივიღეთ 3 და OK მივიღეთ 3 და AO მივიღეთ 2x3, ანუ 6 სანტიმეტრის ტოლი. რაც შეეხება კუთხის ბისექტრისას. რა არის ბისექტრისა? კუთხის ბისექტრისა ეს არის სხივი, რომელიც გადის კუთხის გვერდებს შორის და ამ კუთხეს ყოფს შუაზე. გადავიღოთ ეს სამკუთხედის კუთხე C. ამ კუთხის A და B გვერდებს შორის გავატაროთ სხივი CK. თუ ამ სხივმა კუთხე C გაყოს შუაზე, მაშინ ვიტყვით, რომ CK ყოფილა C კუთხის ბისექტრისა. კუთხის ბისექტრისასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი საინტერესო თვისება და მოდი გავეცნოთ მას. ვთქვათ, მოცემულია სამკუთხედი ABC, როგორც თქვენ აქ ეკრანზე ხედავთ. ვთქვათ, B შიგა კუთხედან გავლებულია მედიანა ბისექტრისა უკაცრავად და C შიგა კუთხედის შიგა კუთხედანაც გავლებულია მეორე ბისექტრისა. თუ ვიცით მესამე შიგა კუთხის გრადუსული ზომა და ვთქვათ ის არის ალფა, მაშინ შეგვიძლია ვიპოვოთ ამ ბისექტრისების გადაკვეთის შედეგად შედგენილი კუთხის გრადუსული ზომა, ანუ აი ამ კუთხის გრადუსული ზომა. თურმე ის ტოლია 90 გრადუსს დამატებული ალფა გაყოფილი 2-ზე. რაც ალფა არის აი ეს მესამე შიგა კუთხის გრადუსული ზომა. თუ ავიღებთ ერთ შიგა კუთხეს, ვთქვათ კუთხე B-ს და მეორე გარე კუთხეს, ACK გარე კუთხეს. გავატარებთ ბისექტრისას, ან BN ბისექტრისას, შიგა კუთხის ბისექტრისას და ACK კუთხის გარე კუთხის ბისექტრისას. მაშინ ისინი მათი გადაკვეთის შედეგად შედგენილი კუთხე
უდრის ალფა გაყოფილი 2-ზე. სადაც ალფა არის აი მესამე შიგაკუთხის გრადუსული ზომა. და მესამე თვისება, თუ მაქვს ორი გარე კუთხის ბისექტრისა და ისინი იკვეთებიან, მაშინ მათი გადაკვეთის შედეგად შედგენილი კუთხე უდრის 90 გრადუსს გამოკლებული ალფა გაყოფილი 2-ზე, სადაც ალფა არის ესე აი მესამე შიგაკუთხის გრადუსული ზომა. თვისების გამოყენებით მოდი გავაკეთოთ ერთი ასეთი ამოცანა. თქვათ მოცემულია ABC სამკუთხედი. კუთხე A ბისექტრისით არის გაყოფილი შუაზე. ანუ AE წარმოადგენს კუთხე A-ს ბისექტრისას. BE ეს არის კუთხე KBC-ს ბისექტრისა. ისინი იკვეთებიან ეწერდილში. გვაინტერესებს ვიპოვოთ ამ ბისექტრისების გადაკვეთის შედეგად შედგენილი კუთხის გრადუსული ზომა, ნუ ვიპოვოთ x-ი. ამასთან მოცემულია, რომ კუთხე ACD უდრის 3-ჯერ x. ჩემს მე წინა ახლა-ხანს ნათქვამი იყო ასეთი თვისება, რომ თუ მაქვს სამკუთხედის შიგაკუთხის ბისექტრისა და მეორე კუთხის გარე კუთხის ბისექტრისა, მათი გადაკვეთის შედეგად შედგენილი კუთხე უდრის მესამე შიგაკუთხის გრადუსული ზომის ნახევრის. ანუ მესამე შიგაკუთხე ჩვენს შემთხვევაში გამოდის აი ეს კუთხე. ანუ x-ი ამ თვისების თანახმად უდრის კუთხე ACB გაყოფილი 2-ზე. ანუ ჩვენი ამოცანა დადის კუთხე ACB-ს პოვნაზე. ანუ რას უდრის კუთხე ACB? კუთხე ACB ეს არის ACD კუთხის მოსაზღვრე კუთხე. ამიტომ მათი ჯამი უნდა იყოს 180 გრადუსი. მოდი გამოვიყენოთ ეს თვისება. კუთხე ACB ეს არის 180 გრადუსს გამოკლებული 3x. 180 გრადუსს გამოკლებული 3x ანუ ACB ეს გაყოფილი 2-ზე აი ამის თანახმად ეს უნდა იყოს x-ის ტოლი. ამ მარტივ განტოლებას თუ ამოვხსნით, 2-ზე გავამრავლოთ განტოლების ორივე მხარე. აქ ორიანები აღარ გვექნება. 180 minus 3x უდრის 2x. ახლა 3x თუ დავუმატებთ განტოლების ორივე მხარეს, აქ 3x-ები გაგვიბათილდება, დარჩება 180 უდრის 5x. აქ ყველგან გრადუსების დაწერა აუცილებელი და x-ი უდრის 180 გრადუსი გაყოფილი 5-ზე, ანუ უდრის 36 გრადუსი. ან ჩვენი საძიებელი კუთხეც დაბოვნია.